გამარჯობა, სარვიალის პოდკასტის დროა. საქართველოს ნაკრებისთვის გასული კვირა ძალიან დატვირთული იყო. ერთი მოგება, ერთი ფრე. აი ამ თამაშების მიმოხილვას შევეცდებით დღეს დღევანდელ გადაცემაში ილია ბაბუნაშვილი, ილია ნანობაშვილი, კობა ინასარიძე. იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა. გამარჯობა, ბიჭებო. სალამი. იცი როგორ ვართ? მეორე თამაში რომ მოვიგეთ, უკვე კარგ ხასიათზე და ხო, მიუხედავად იმისა, რომ ლიტვის ნაკრები ობიექტურად ძლიერი გუნდი არ არის, მეტიც შეიძლება ითქვას უფრო სუსტი გუნდების კატეგორიიდან არის, მოგება მომნატრებია ძალიან მე პირადად და კაი ყოფილა, ხო? კარგი ყოფილა, იმიტომ რომ 7 სექტემბრის მერე ბულგარეთთან თამაშის მერე საქართველოს ნაკრებს აღარ მოუგია თამაში და ვიყავი გახარებული აი ამ სიხარულის გზნობამ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ დავამარცხეთ მხოლოდ ამ ხანაგურ შეხვედრაში და მხოლოდ ლიტვა, მაინც ესე იგი დამეთქვა. და არც თუ ისე კარგი თამაშით. ძალიან ნელი ისეთი. ხო. ნუ ჩვეულებრივი ამბავი მოხდა, ხო. მეთანხმები ილიას მოგება ყოველთვის სასიხარულოა და რაც არ უნდა ის იყოს, ახლა მაინც ხო ლიეტუვა სუსტი გუნდია. უხეში რაღაც მოუხეშავი პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. მეორე ტაიმში სადღაც ბოლო 25 წუთი უკვე ჩემი აზრით ახლა რაც საქართველოს ნაკრებს შეეფერება და ახლა საქართველოს სტანდარტებს ბოლო 25 წუთი ნორმალური იყო, კარგიც იყო რა. ბოლო 25 წუთი რომელია ეგრო უკვე 1-0 იყო? არა, კაც 0-0. არა, 0-0, ხო? სადღაც გარდამტეხი მომენტი ალბათ იყო, მეორე ტაიმის სადღაც მე-10 წუთი, როდესაც ლიეტუველები წინ წამოვიდნენ და იქ გამოჩნდა, რომ გახსნეს თამაში, რაღაც მოგების სუნი იგრძნეს თითქოს და აი გათამამდა. აი, მოდი დავიწყოთ ისრაელის თამაშით. ილია, ერთად უცქირეთ. კი ბატონო, ერთად უცქირეთ. აბა რა გენიშნათ და რა სიტყვით ზოგადად ამ თამაშზე? ნუ ის თამაში გვაჯობა ისრაელის ნაკრებმა, საქართველოს ნაკრებს აჯობა. მე მგონი აქ ორი აზრი არ არის. საქართველოს ნაკრებმა 2 გოლი გაიტანა ინდივიდუალური ოსტატობის 2 გოლი გაიტანა კვარაცხელია. 2 გოლი ხო ახლა მე ეს რა ძველმა ჟურნალისტებმა რო იცოდნენ ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით რაღაც ძალიან ბრტყელი სიტყვა ვთქვი, მაგრამ ნუ რეალურად კვარაცხელიამ თავისი ინდივიდუალური გავწყინებით გაიტანა 2 გოლი. ეს არ იყო კოლექტიური გოლები, ეს არ იყო კოლექტიური თამაში. კოლექტიური თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ისრაელმა განსაკუთრებით ნახევარდაცვაში ჩემი აზრით დაჩაგრა საქართველო. ნახევარდაცვა იმისთვის არის რომ მოწინააღმდეგე გუნდი რამენაერად გაწიოს უკან, გააჩოჩოს უკან თავისი საჯარიმოს ისადგომებიდან და მთელი თამაში არ მიმდინარეობდეს სახიფათო ტერიტორიაზე, ხო? ეს ვერ მოახერხა უპირველეს ყოვლისა ცენტრალურმა ნახევარდაცვამ იმ შეხვედრაში. თუ გახსოვთ ჩვენ ვამბობდით კიდევაც იქ ერთად ვისხედით სტადიონზე და ებრაელები თამაშობდნენ ძალიან ახლო. თვითონ ჩვენებთან ახლოს კი არა, ერთმანეთთანაც თავიანთთან. ხო, შეჯგუფული ფეხბურთი ითამაშეს, მანძილი 2, 3, 4 ებრაელ ფეხბურთელს შორის იყო მაქსიმალურად შემჭიდროვებული. და ამან მე მგონი ასეთმა დამოკიდებულებამ გაამართლა და ფაქტიურად განსაკუთრებით მეორე ტაიმში ისრაელის განსაკუთრებით მეორე ტაიმის 15 წუთი. ხო, საერთოდ პირველი 15 წუთი. სანამ კვარაცხელია გოლს გაიტანა, საერთოდ იქით არ გადასულა. ცენტრის ხასარი იყო გადასულებით. ისიც კონტრშეტევას მოყარა. ერთი რაღაცა იყო ნიშანდობლივი, რომ აი სწორად აღნიშნეს, საყრდენი ნახევარმცველებსა და მცველებს შორის იყო ძალიან დიდი მანძილი დატოვებული. პირველი გოლი გავიხსენოთ, როგორ გაგვდის. ზუსტად მასე, საყრდენი ზონა კარგავს, უпростად ვერ ასწრებს ისრაელის ფეხბურთელთა ბურთის გათამაშებისას და ნუ ფაქტობრივად უკვე ის რიკოშეტი და დაგვიანებული იყო ის ვარდნაც და ყველაფერიც უკვე მორჩენილი იყო იქ ამბავი და ეს ალბათ იმის ბრალიც არის რომ რაღაც არაოპტიმალური ნახევარდაცვა გვყავდა რა შუაში რა არაოპტიმალური ეხლა მექვაბიშვილი გაგნინძე კიტეიშვილი
მე გამახსენდა თუ გახსოვთ 2023 წლის ბოლოს და 24-ის დასაწყისში, აი სანამ ლუქსემბურგს და მე ლეგენდარულ შეხვედრაში საბერძნეთს მოუგებდით, ძალიან აქტიურად ლაპარაკობდა მთელი ქართული პრესა და არა მარტო პრესა, სოციალური სივრცეც და ყველა, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი პრობლემა ჰქონდა ნახევარდაცვაში. სულ ამაზე იყო საუბარი. და მაშინ ეს გამოსწორდა უცბად, მოულოდნელად და თითქოს ეს იყო დაკავშირებული გიორგი ქოჩორაშვილის მოულოდნელ გამოჩენასთან. მანამდე ქოჩორაშვილი კი ქონდა მე მგონი 1-2 შეხვედრაში ნათამაშები ნაკრებში, მაგრამ ისე კარგად ნაცნობი სახე არ იყო, ხო, მუნდისთვის. და უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე არ გყოლია ნახევარდაცვაში, არ გქონია ისეთი პრობლემა, როგორიც გვეგონა. ახლა ნუ ქოჩორაშვილი მოგეხსენებათ არ არის ფორმაში, ახალ გუნდს ვერ შეეწყო. ქოჩორაშვილის იდეალიზაციას კი არ ვაკეთებდა, იმას კი არ ვამბობ, რომ ქოჩორაშვილი თქვა ევროპის საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. უბრალოდ მაშინ მოულოდნელობა იყო ასეთი ფსიქოლოგიურად იმოქმედა იმან, რომ აი გამოჩნდა ვიღაცა, ჩავარდნა აღარ არის მოედნის შუაში, გამოჩნდა ბიჭი, რომელიც იბრძვის, მართლა იბრძოდა, დიდ შავ სამუშაოს ასრულებდა ქოჩორაშვილი და აი ახლა ისევ თითქოს გამოჩნდა აი ეს ხრელი რაღაც ცუდი სივრცე მოედნის შუაში, სადაც საქართველოს ნაკრები ვერ უმკლავდება მოწინააღმდეგეს. ხო, ეგ მინდოდა მეც მეთქვა ამ ქოჩორაშვილზე, რომ ესე ქოჩორაშვილი თუ არაა, ეს არის საერთოდ მოშლილია მთელი საყბენი სივრცე იქ ნაკრებს. ალბანეთთან თამაში ხო გვახსოვს ყველას. იქ საერთოდ რა ხდებოდა, კატასტროფა იყო. ეხლაც არ იყო ამ თამაშებში ქოჩორა. მოკლედ ამბავ დროს თუ არაა ქოჩორაშვილი, ეს არის რა ქვია. მაგრამ უნდა მივეჩვიოთ ახლა. არა, უნდა მივეჩვიოთ ხო და ანუ ქოჩორაშვილზე ხო არ ვიქნებით დამოკიდებული. არა, რასაკვირველია. ქოჩორაშვილზე კი არა, ყობა, ნორმალურ ერთ ფეხბურთელზე. ჩვენ ნაკრები ის გუნდია, რომელიც არის ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული. მაგის თქმა მინდოდა. ნორმალურ სიტუაციაში ოღონდ ეს ერთ ფეხბურთელი ქოჩორაშვილი არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. ნორმალურ სიტუაციაში ერთ პოზიციაზე სამი კონკურენტი მაინც უნდა იყოს. ერთი თუ დაშავდა, მეორე დადგება, მეორე თუ ფორმაში არ არის, ან ორ ყვითელს მიიღებს, მესამე დადგება და ასე შემდეგ. აი ეგ ნახევარდაცვა შუა ხაზის პრობლემა რა გამოჩნდა კარგად იქ ისრაელთან. ხო, მიქაუტაძემ ხო გახსოვს რომ ვიკითხეთ, რამდენჯერ მიიღო ბურთი. ხო. მანა მე მყარას მიცემდა იმ საგოლებას, ჰქონდა 3-ჯერ მიღებული თუ 4-ჯერ ბურთი. და ყველა დაკარგა. უბრალოდ იქამდე არ მიდიოდა ბურთი იმამდე. მიქაუტაძე იქ ხო უნდა მიაწოდოს ვიღაცამ პასი იქ, ხო? თავდამსხმელია ხო, რა თქმა უნდა. ხო, ნუ აი მამარდაშვილმა დაარტყა იქიდან და შეიძლება მიუვიდეს ეს იმას. მიქაუტაძეს, მაგრამ ვინ უნდა მიუტანოს იქ ბურთი, უნდა მიუტანოს ნახევარდაცვა, მაგრამ კარგი, ესე რა გვენიშნა სასიკეთოდ? რამე არის ესეთი? სასიკეთოდ პერსპექტივაში რამ დავინახეთ? აი სასიკეთოდ უფრო გვენიშნა ეს ახალი ფეხბურთელების გამოჩენა. პირადად მე არ ვარ იმ აზრზე, რომ ამაგეიშვილმა ის თამაშები ჩააგდო, ნორმალურად ითამაშა მარჯვენა ნახევარდაცვა. როგორ არა, იყო ისეთი რაღაც ნეგატიური სინი და მე ჩემი აზრით ძალიან პესიმისტების ისე. ხო და ძალიან ისეთი განსაკუთრებით ლიეტუვასთან კარგი იყო. ეხლა მე ვამბობ, კარგი როცა ვამბობ ამ ლოკალურ ეპიზოდებში მართლა აი ლიეტუვასთან რო შევხედოთ ზოგჯერ ისეთ ბურთები მოიპოვა, ისე წავიდა დებიუტანტის ყვალობაზე იყო. დებიუტანტის ყვალობაზე და მით უმეტეს ახლა უკანაც ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა გადრანი, რომელიც ასევე პირველად იყო ინტეგრირებული ამ ნაკრებში. კი აქამდე იყო გამოძახებული, მაგრამ ესე თამაში არ მოსწევია და ძალიან ძნელია რა, უცებ რო გამოდიხარ პირველივე თამაში, სრულიად ახალი მარჯვენა მცველი და მარჯვენა ცენტრალური მცველი და მარჯვენა განაპირა მცველი. მცველი ნახევარმცველი რა კაკაბაძის ადგილზე და ჩემი აზრით მამაგეიშვილმა ძალიან ისეთი ნორმალური საბე. მეც ველოდი სიმართლე გითხრათ აზაროვისგან
ცოტა უფრო მეტ აქტიურობას, ცოტა უფრო მეტ მხარდაჭერას კვარაცხელიაზე. დადებითთან დაკავშირებით მე ბერიაშვილითაც არ ვარ უკმაყოფილო. კი ბატონო, უნდა მეთქვა ხო? ხო, უკაცრავად თუ შეგაწყვეტინე. თუმცა წავიკითხე სხვა შორის სოციალურ ქსელებში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეთყობა არ მოეწონათ ბერიაშვილის თამაში, მაგრამ მე არ ვიცი ხო, ახლა მე მესმის ერთი რაღაცა. ანუ რა მაინტერესებს იცილია? ისეთი რამე დავინახეთ, ნუ ამ დებიუტანტების გარდა, ამ სამი ფეხბურთელის გარდა, რომელიც მივესალმები, რომ მე რომ მკითხოს კაცმა კიდე უფრო მეტი უნდა ყოფილიყო ამ ამხანაგურ თამაშებში. მამაგეიშვილი, გადრანი, ბერიაშვილი. ამათ გარდა, ნუ ნახეთ საქმეში ვინ არიან და აწე სანეოლმა იცის, ხო? როგორ გამოადგება, თუ გამოიღა. ამათ გარდა რამე აი სამომავლოდ სათამაშო ნიუანსი. ხო, რაღაც გამოგვადგება სიტყვაზე, ახლა ჩრდილოეთ ირლანდიასთან სექტემბერში. დაუძინო, ახლა თუ ტაქტიკაზე მეკითხები, ახლა ტაქტიკურად ახალი არაფერი არ ყოფილა ჩემი. არა, ზოგადად ტაქტიკა, სტრატეგია. ერთი შემიძლია დაუძინო, რომ კაპიტნობამ ძალიან კარგად იმოქმედა კვარაცხელიაზე, იმიტომ რომ სხვათა შორის თუ გახსოვთ, არა, ხურობის გარშემო თუ გახსოვთ კვარაცხელიაზე ძალიან ხშირად ამბობდნენ, ჯერ კიდე ნაპოლიშიც კი ამბობდნენ, როდესაც ნაპოლის ჩავარდნის პერიოდი ჰქონდა. რომ ხვიჩას აი ეს ლიდერის თვისებები მაინც აკლია რომ ის არის ძალიან კარგი ფეხბურთელი, ოღონდ თუ აყვება, აი თქვათ გუნდს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ამას ამბობდნენ, ასეთი რაღაცა მე არაერთხელ და არა ორჯერ წამიკითხავს და მომისმენია. მაგრამ აი როდესაც მას დაავალეს კაპიტნობა, ანუ ფაქტიურად მას დაევალა ლიდერობა, მე თუ მკითხავთ, მან არაჩვეულებრივად გაართვა თავი, ანუ ეხლა ეს ისეთი რაღაცაა, რასაც განსხვავებით ამა თუ იმ ფეხბურთელის დონის შემოწმებისგან ამის შესამოწმებლად საკმარისია თქვა ისრაელი და ლიტვაც. აი როგორ იქცევა ადამიანი, იქცევა თუ არა ლიდერი. ხო, ამას არ ჭირდება მანდ-ამაინც გერმანიის ნაკრებთან თამაში რა, ეს ლიტვასთანაც ჩანს. თუ გახსოვს ისრაელის ნაკრებთან მეორე ტაიმის ბოლო იყო რაღაცაზე გაჩერდა. პაუზა იყო, გაჩერდა თამაში რაღაცაზე და ხვიჩამ რომ დაუძახა რამდენიმე ფეხბურთელს, დაუძახა ცოტა შეიძლება უხეშად, მაგრამ რაღაცნაირად შემოიკრიბა ბიჭები და რაღაც უთხრე ხლა არ სანეოლთან იყო. ლიტვას ამბობ? არა, გოლი რო გავიტანეთ, ყველას რო ეძახდა მოდითო ყველამ ერთად ვიზეიმოთ. ეგ კი, მაგრამ იქ ისრაელთან კი ჯერ სანეოლთან მივიდა რაღაცა იქ ილაპარაკეს რაღაცა და მე წავიდა და სათითაოდ ფეხბურთელებს მიცა დავალება. დავალება რა უთხრა ისე არ გამომივიდეს ახლა მე ვიღაცამ გვისაყო ხო ნუ ანუ თვითონ ჩამოუარა ხანაგუნდელებს და აი ეს იყო სულთა ლიდერის საქციელი იყო პლუს როგორ ითამაშა ხო უკან იხევდა გამთამაშებლის ფუნქციებს ასრულებდა უტევდა რა ყველაფერს აკეთებდა ყველა ხა ნუ ხვიჩა და არ არის ეგ გასაკვირი რა ეს არის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი დიდი ფეხბურთელი რომელსაც ეს ყველაფერი შეუძლია და აკეთებს რა პლუს ოდესაც ეს კაპიტნის სამკლაურიც მიიღო ეს დავამატებდი რა ხვიჩას კაპიტნობაზე არსებობენ ორი ტიპის კაპიტნები ერთი ალბათ მართლა გამორჩეული როა თავის გუნდში და ნუ უბრალოდ სხვა ვარიანტი არ აქვს დაბადებით ლიდერი როა კაპიტანად იმიტომ რომ ეხა სხვა ვარიანტი არ არის არა იმიტომ რომ მართლა ძალიან გამოირჩევა და ეხლა ნუ მიწყენენ სხვა ფეხბურთელები ვინც ასე თუ ისე საკაპიტნე ტიპები არიან იქ ხვიჩა მაინც ორი თავით მაღლა დგას იმ ფეხბურთელებზე რა ეხლა არავის საწყენად არ ამბობდა სათამაშო კლასით ამბობ სათამაშო კლასით ამბობდა პლუს არის მეორე ტიპის კაპიტნები აი მაგალითად როგორც ფილიპ ლამია რომელიც ეხლა არც ყვიროდა არც კიოდა არც ისა მაგრამ თავის საქციელით იყო ლიდერი ჩუმი ლიდერი იყო და ეხლა როგორ იცით ეხლა სად ფილიპ ლამი რო შეხედავდი და სად როიკინი ან ეფენბერგი მაგრამ ის ლამი თვალების ერთი ბრიალით და იმით თავის საქციელით აკეთებდა იმ ყველაფერს. ეხლა ლამზე ვითმე იტყვის რომ ვერ იყო ისეთი კაპიტანიო, რაც იმ სოფლიო ჩემპიონი გახდა და ყველაფერი მოიგო და სანიმუშო. აი ხვიჩაც ხო მისაბაძი ფეხბურთელი იყო საერთოდ. ზოგი არის საქციელით ესეთი მისაბაძი, ისე უტყვი ბევრს არ შეიძლება არ ლაპარაკობდეს, მაგრამ ზოგი არის აი ყვირის წივის ეხლა და კვარა ჩემი აზრით მოერგება რა მოერგება კიდეც და მე მინდა აღნიშნო რომ როდესაც გავიგე რომ კვარას ნიშნავდნენ კაპიტნად ვეუბნებოდი კოლეგებს რომ
რაღაცნაირად მირჩევნია მეთქი რომ სხვა იყოს კაპიტანი, იმიტომ რომ კვარა ვარსკვლავია და ნუ ვარსკვლავს ჯობია რაღაც თავისი ვარსკვლავობისთვის, ცოტა ცელქობისთვის მეტი სივრცე. ხო, და უტოვოთ მეთქი და კაპიტანი უნდა იყოს მეთქი უფრო სერიოზული რაღაც და ასეთი ეთქობა რაღაც სტერეოტიპის გავლენაში. არაფერი არ მინდა. ვარსკვლავი არის კაპიტანი და არ ვიყავი მართალი. სტერეოტიპის გავლენაში ვიყავი ეთქობა, იმიტომ რომ როს შევხედე აბსოლუტურად მომეწონა ხვიჩას კაპიტანი და ეხლა მე საიდან გამოდიოხე შეიძლება ორივე ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ შეიძლება ყიფიანი ჩივაძის აი ძველ დროინდელი სტერეოტიპი. ეხლა ჩივაძე თქვა ყიფიანი უფრო ისეთი იყო, ხო, რაღაც უფრო მეტ როგორ რა ვთქვა ეხლა შემოქმედი. ხო, უფრო მეტ იმას მისებდა თავის თავს უფლებას, ვთქვათ, იქ რაღაც ცელქობის, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით საფეხბურთო ცელქობის მეტი ის ქონდა და საშა იყო კაპიტანი საყრდენის სერიოზული ხო არის კიდე მართლა შენ თქმის არ იყოს როიკინის ტიპის ესეთი მოჩხუბარი ტიპები ხო მაგრამ ნუ არ ვიცი რა ხვიჩა შემთხვევაში აშკარად მოუხდა მას იცი რა კვარაზე მე თამაშა ნაკრებში ვის კაკაბაძეს აქ ერთი კაკაბაძეს რომელიც უკვე ისეა რა ქვია 30 წელს გადაწყდა ხო კაკაბაძეც ხშირად ტრაუმიანობს. არა, მეტი არც არის, ახლა თუ არის ვინმე ამ ნაკრებში ახლა კვარაზე მე თამაში ვისაც აქვს გუნდში. არც ისე ბევრი, ხო? კიტეიშვილი შეიძლება. ხო, კიტეიშვილი შეიძლება და მოკლედ ასეც და ისეც ეკუთვნოდა კვარას რა ეს კაპიტნობა. კიდევ ამ შეცვლებზე რა სიტყვით, შეცვლები მინდოდა მეკითხა რა. ერთი ვაის დროს იყო რომ ბოლო პირველ შეცვლას რო აკეთებდა მე 80 წუთზე. და ეხლა რატო აკეთებს ეგეთი მე? არ ვიცი, მე ამისთვის მანდა მაინც არ მიმიქცევია ყურადღება. არა, ამხანაგური თამაშებია, ხო? აქ ალბათ უფრო ამხანაგური თამაშების მიზანი რა, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გამოცადო და ნახო, ხო? როგორ გამოცლა პირველ შეხვედრაში ტრაუმით იყო გამპირობებული და 4 წელზე გადააწყობა. რა ვიცი, მე მგონი აქ უფრო ამოცანა იყო ფეხბურთელების შემოწმება და არა რაღაც ტაქტიკური რაღაც გამარჯობა მაგას ვიძახი რომ შემოწმება ხო და იმ სათადარიგოზე რო გიზეს ეს 20 კაცი 20 ფეხბურთელი ხო შეიძლება ესა ხო არ მიღებული პრაქტიკა რომ სადღაც სტანდარტულად მე-30 წუთზე კეთდება შეცვლები ხო ნუ უმეტეს შემთხვევაში ამ ხანაგურ თამაშებში პირველი ტაიმის შემდეგ ცვლიან ემას ნახევარ გუნდს ხოლმე არა ეხლა ნახევარი გუნდის შეცვლა არა მაგას არ ვიძახი მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა მეტი ფეხბურთელი შეცვალო მეორე თამაში ჩემი აზრით მოგების წყურვილი და ცდუნება იმდენად დიდი იყო რომ იქ თამაში აი სადღაც მეორე ტაიმი რო დაიწყო წეღანაც ეგრო თქვი სადღაც მე-5 მე-10 წუთიდან საქართველოს მოუმატა იმათაც თამაში გახსნეს და რატომღაც ესე მომეჩვენა რომ მაგ დროს შემადგენლობ ვიღაც ერთი კაცის ამოგდებაც კი ძალიან აურევდა რა რაღაც თითქოს დაიჭირა რაღაც 5 წუთიანი მონაკვეთი საქართველოს და ის გოლიც ლოგიკური იყო ის პენალტი და მაგ დროს მართლა არ უნდა შეეცვალა მაგრამ მე ისრაელთან გეთანხმები ხო რაღაც შეიძლებოდა სხვანაირად გამოეყენებინა ის ფეხბურთელები ეგ რუსები რო იტყვიან კურაჟიო იმის ხო, აი რაღაც კეთთან თამაში 3-2 აქ პირველი თამაში რო იყო ახლა. ხო, წინა შესარჩევი 3-2 რო წააგეს. კი, მახსოვს. 3-2. ხო, ჩვენები ბოლო შეტევაზე რო გადავიდა 3-1-ზე უფრო სწორად, 3-1 იყო ანგარიში და თურქეთს კაცი ყავდა გაგდებული, ხო, 10 იყო. შეცვლა არ გაუკეთებიათ და მერე იმან იმიტომ რომ იმ შემადგენლობამაც შევაშობდა და ზურამ თქვა ხიზანიშვილმა მე რომ აი ესო რაღაც მომენტი ვქონდაო დაჭერილი და ესო რო არ არეული იმიტომ მოვერიდეთ არა მათ სწორი იქნა მეორე ტაიმში რომ არ შეცვალა და მე სხვათაშორის ეფექტურად შემოვიდნენ კიდევ ერთხელ შევაქოთ კვერნაძე რა ვიცი მე ძალიან მომწონს ეგ ფეხბურთელი და რა კარგად შემოვიდა და ხო და კარგი პროგრესი აქვს და აუ ვიცი მაგანაც თუ სერიაში ითამაშა გადასარევი იქნება არა ეხლა ამცა გოჩოლეიშვილი და ბუდუ ყავს ესა რა ქვია ძალიან თვალში არ მოსდეს მაგრამ გოჩოლეიშვილი აშკარად ხო არ წყალობს არა არც ბუდუს ესე ბუდუს ალტერნატივა რა არა ეხლა დავიჯერო ბუდუ კიდე გოჩოლეიშვილი იმ დონის ფეხბურთელები არიან რომ ორ თამაში არ უნდა მიეცეს შანსი? ათამაშა ბოლო 3 წუთი იმაში, რა ქვია. კაუნაში.
ერთიც და მეორეც. ხო, ბოლოს. ისრაელთან საერთოდ და ნუ კაი აქეთ გასაგებია მარჯვენა ფლანგზე ამ მამაგეიშვილის ეს უნდოდა. გამოცდა. ნახვა უნდოდა საქმეში. მაგრამ ხო შეიძლება ბუდუს რა არის, კარგი იქნება თუ ბედი გადმოხედავს და გოლები აკლია ძალიან იმ თავის გუნდში რა. არა, აკლია ხო გასაგებია. თავდამსხმელია ხა, თავდამსხმელი გოლებით ფასდება, ხო? მესმის რომ იქ არის პრობლემები, ჰაიდენჰაიმი არ არის თქვა ბუნდესლიგის ლიერი გუნდი, უჭირთ გოლების გატანა, მაგრამ საბოლოოდ მაინც თვლა მიდის გოლების რა და კარგი იქნება თუ ღმერთმა ქნას ბუდუს აი ეს ერთი გოლია ხო ამ სეზონში გატანა. ხო შარში რაც გადმოვიდა ამ გუნდში საერთოდ აინტრახტს გაუტანა ერთხელ და არ ვიცი შეიძლება ტაქტიკის ბრალია, შეიძლება რაღაც იქ ადგილობრივი რაღაცა ნიუანსის ბრალია, რომელიც ჩვენ არ ვიცით და რომელსაც მერე თავად აგვიხსნის, ოდესაც თქვა იქნება ან ჩვენი სტუმარი, ან სხვა გადაცემის სტუმარი, მაგრამ გოლები ფაქტია, რომ ეხლა ბუდუს აკლია. გუნდიც სუსტია რა, აშკარად ვერც ჯერ ერთი ტრაუმის გამო გაუწდა ბევრი და მერე გუნდიც სუსტია. ტრაუმის გამოც გაუწდა. აშკარად უკვე არ არის აი როგორც მეცია საფრანგეთში ისე არა. გერმანიაში ჰაიდენჰაიმი ჩავარდა. ამ გუნდს რა აკლია ახლა ყველა ზალია. ჩვენ გუნდს ნუ მოდი. არა, შევთანხმდეთ რომ თავდასხმაში პრობლემა არ გვაქვს, ხო? ნუ თუ ყველა ჯანმრთელად იქნება და უკლები და წითლები არ მიიღეს, ხო? ანუ აი ახლა ხო ფაქტიურად არ გვაქვს. ხო, მაგას ვიზა. რა არის ახლა მართლა ერთხელაც გავიმეორებ გულწრფელად რომ ბერიაშვილი მომეწონა, მეც მამაგეიშვილი მომეწონა, გადრანი ძალიან მონდომებული იყო, ენერგიული იყო. მაგრამ მათ ითამაშეს ჯერჯერობით ლიეტუასთან და ისრაელთან. ანუ უფრო სერიოზული გუნდი, უფრო სერიოზულ გამოცდას მოუწყობს, რასაკვირველია თითოეულ მით უმეტეს ოფიციალურ და მით უმეტეს ოფიციალურ შეხვედრაში, ხო. ასე რომ მე ასეთ წინადადებას ვერ ვიტყვი, რომ ნუ მორჩა უკვე დაცვაში ყველაფერი მოძებნე თუ ნუ არ ვიცი, ასლაპარაკო. ხო. ხო. მანდ გვაქვს. ხო. თუ გვაქვს. ძალიან სერიოზული ის არა, ამას რატო ამბობ? ერთხელაც მინდა დავადასტურო ჩემი სიმპათია ამ ბიჭების მიმართ და კარგი იყო რა, მათი მონდომება რო დავინახე და მათი ხო, არა, გეთანხმები ნამდვილად. მაგრამ ნუ იმასაც იმაშიც ვეთანხმები სანეოს რომ მეორე თამაშიც ეგ სამეული დააყენა უკა. ხო, თითქოს უკვე გამოცდილებაში. ხო, რომ კიდე ენდო და უფრო კარგად ნახა იმე. იცით რა ერთ დავამატებდი რა რომ ეხლა ვინც არ უნდა მოსულიყო ხო ბერიაშვილის ადგილას, კაშიას ადგილას, ყველა მაინც კაშიას თვალიდან, კაშიას თამასიდან დაუწყებს მაინც ყურებას რა რომ აი კაში ჯერ ძალიან ძნელია კაშიას შეცვლა რა და ეხლა მაინც და მაინც იმას თუ უყურეთ რომ აი კაშიასავით უკვე ეგრევე ლიდერი გახდეს და ისა ჯერ ეგრე მალე ძნელია მაგრამ აი ეს ბერიაშვილში მართლა ჩანდა რომ რაღაც არის რა პოტენციალი რომ აი მაგ დაცვის ცენტრში რაღაც ცოტა მაინც არა მარტო ჩაშლის ნაწილში, არამედ აი მოპოვებულ ბურთსაც იცი ისე განაწილება ქონდა საკმაოდ ნორმალურ მომეწონა რა, მოკლედ ამ თვალსაზრისით ეხლა ნუ ლიდერობას ეხლა ადამიანმა პირველად ითამაშა. ხო, მაგას ვამბობ რომ ეხლა წნეხში არ უნდა მოაქციო რომ აი კაშია ყავდა და ეხლა რა გვეშველება ეს კაშიაც იყო, კაში ლიდერი იყო. კაშია ხო იყო ბერიაშვილის ტოლი. აგი იქნებოდა. კაშიასაც ხო ქონდა დებიუტი ნამდვილად. იქნებოდა ხა და მაგაზეც მასე ვამბობდით ასათიანის მერე კაშია რა ვიცი. ხო და ეხლა ლიდერი ხო არ ჩამოყალიბებულა პირველივე თამაშის მერე. ხო, კაშიაც განვითარდა როგორც ლიდერი, ხო? ბატონო. ხო. ლიდერიც და როგორც ფეხბურთელი. ხო, ამას ვამბობ, ამიტომ ისევ გავიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვა ერთგვარად სიმპათიური შტაბეჭდილება დატოვეს ამ ბიჭებმა, გამოცდები მათ წინელით რა. ამიტომ რამდენად გვაქვს აი რუმინეთთან იქნება ხა. ძალიან საინტერესო თამაში იქნება. რამდენად გვაქვს ამოსუნთქვის უფლება თან მოედნე ფეხბურთელებს კი არა მოედანზე, ნუ ჩვენ მსჯელობისას არა ვარ დარწმუნებული, არ ვიცი, ნახოთ გამოჩნდება. პლუს, ნუ ნახევარდაცვაზე ვთქვით რა, მე მგონი ხო, აი მანდ გვაქვს თუ გვაქვს. ხო, ხო. კოჩარაშვილი რო არ იყოს, ან თუ იქნება ფორმაში რო არ იყოს. აი რა ვქნათ.
არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ისი რა არის, ერთი კარგია რომ თამაშები, ერთა ლიგის თამაშები არის სექტემბრის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფეხბურთელები 1-5-6 ტური გასული იქნება. 5-6 ტური გასული იქნება, ოღონდ ისინი უნდა იყვნენ ისეთ გუნდებში, სადაც რომლებიც მათ სათამაშო პრაქტიკას მისცემენ რა. ეხლა რამე გინდა 5-6 ტური იყოს გასული და გინდა 26 თუ ისევ სათადარიგოთა სკამზე იჯდება რა, მაგრამ თუ ითამაშებს რაღაც ისეთ გუნდში თუ გადავა, თქვათ იგივე ქოჩორაშვილი ისეთ გუნდში გადავა, სადაც მას ათამაშებენ, ხო? მაშინ რასაკვირველია იმ 5-6 ტურს მნიშვნელობა აქვს რა. ესე იგი ის თამაში, რომელიც 26 სექტემბერს უნდა გაიმართოს, კარგია და ცუდი იქნებოდა თქვათ 2 სექტემბერს რო გამართულიყო. ხო, იმ სექტემბრის პრაქტიკა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის არის კარგი, აი ჩვენნაირი, ვისაც ფეხბურთელების პრობლემა აქვს და არის ის აი სუამაზია, ვინ ითამაშებს, ვინ არ ითამაშებს, მაგაზია და თორე ეხლა გერმანიისთვის და ჰოლანდიისთვის ეხლა ჩამოყალიბებულია ის უკვე იმაზე და იქ თამაშის პრობლემა არავის არ აქვს. ამიტომ ეს ზაფხული იქნება მნიშვნელოვანი სატრანსფერო თვალსაზრისითაც ქართული ფეხბურთისთვის. არა, ქოჩორა მე მგონი წავა იქიდან, რომ ქართული ფეხბურთისთვის ამ ეტაპზე ტრანსფერები არის ძალიან ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეტაპზე მე მგონი ხაზგასმით მნიშვნელოვანია რა. და ამასობაში მე რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდებიდანაც წამოვონენ ისეთი ფეხბურთელები, რომ მარტო ეხა ეს არ ვიძახოთ, რომ აი შემცვლელი არა ყავს და ქოჩორაშვილი თუ არა ყავს რაგვიშველება ესე არ არის. მოდი ახალგაზრდულიდან ვთქვათ, იეგოიანზე რა სიტყვითაა. ილეა, მე ძალიან არა, ჩემი თემა რატოა, იმიტომ რომ ხო, გულშემატკივრო მაგბიც და იმედი მაქვს, რომ კიდე უფრო გაიზრდება რა. თან მას აქვს სტუნება, ხო მართალია სომხეთის ნაკრებიდან რომ გადავიდეს სომხეთის ნაკრებში და რამდენადაც ვიცი ის მან გააკეთა თავისი არჩევანი, ამბობს რომ ის ემზადება საქართველოს ნაკრებში სათამაშოს და ნუ თუ ჩვენ ამ ფეხბურთელზე ვაკეთებთ რაღაც გარკვეულ ფსონს ჩამოდივართ, ნუ რაღაც მომენტში ამ ხანაგურ შეხვედრაში მაინც ხო, არა, ბევრს ეკონა რომ უკვე გამოიძახება ამ თამაშებს. მე მგონი უკვე ნელ-ნელა მოახლოვდება ის დრო, როდესაც შეგვიძლია მას მივცეთ, ასე ვთქვათ. თუმცა კიდე უნდა განვითარდეს, ეხლა ესე არ არის. ჩვენი ფავორიტი რა, ესეთი რა ქვია, სიმპათიით ვინც სარგებლობს ლომინაძე არის ძალიან ესეც სკამზეა იქ, ხო? თამაშობს. მაგრამ ძალიან დიდი სიმპათიით ვარ მაგ ბიჭისადმი განწყობილი. ცოტა შეიძლება სისწრაფის პრობლემა, ესეთი სისხარტის, მაგრამ სამაგიეროდ აბალანსებს ამას დალაგებული სჭირდება ახლა. დალაგებული თამაშით, ეს რა ქვია, პასებით, ბურთის გატანა. აი ეგოიანზე ეც დავამატებდი კიდე, რომ აქამდე მაინც ცოტა ეჭვით უყურებდი, იმიტომ რომ არ წინავდა ესე ძალიან იმ 20 წლამდელებში და აი ეს ლატვიასთან თამაში რომ ნახე, იმდენად გამურჩეული იყო თავის გუნდში, რომ ეხა უკვე დავიჯერე რომ მართლა უკვე მაგარი პროდუქტია რა. და კლუბში ხო და იქ კლუბში თამაშობს გოლზე გააქვს და მაგარი გოლები გააქვს. სიმბოლურ ნაკრებებში ხდება და ეხლა ერთ გოლზე მაგ გოლზე გავამახვილებ ყურადღებას ლატვიასთან, როგორც გაიტანა. მარტო ბოლო დარტყმარ იყო. ის ბურთი მარჯვენა ფლანგზე თითქმის უკვე დაკარგული ბურთი მოიპოვა. მარჯვენა ფლანგზე ზოგი შეიძლება არ ჩაყოლოდა იმ შეტევაში, ჯერ ხო თვითონ მოიპოვა, სად ჩაყვა იქ ბოლომდე და იქ აღმოჩნდა რა თავდამსხმელის ადგილას. ზოგი შეიძლება არ წასულიყო, ჩაუსაფრდა და ზუსტად იქ გაიტანა გოლი. ანუ თავიდან ბოლომდე თითქმის მისი დამსახურება. ხო, მე მგონი შეიძლება უკვე რაღაც ამხანაგურ თამაშში მისი ხო, გამოძახა. არა, მე ყველაზე მეტად მაინც მგონია, რომ აი ესეთი ღერძული ცენტრალური ფიგურა ხო, ნუ ლომინაძე კი ვთქვით, მაგრამ აი რაღაც გვინდა რა ესეთი როგორც იყო ჯაბა კანკავა, როგორც ხო, აი მაგ ფუნქციით ვამბობ, ეხლა ვიღაცა მეტყვიშო კანკავას. სულაქველიძე გვინდა. სულაქველიძე გვინდა, ხო. სულაქველიძე გვინდა ნამდვილად.
ამპლუით ვამბობ თორე ლაკველიძე გვინდა არა ამპლუითაც და თამაშის ხარისხითაც ხო იცი ხა 1000-ნაირი ადამიანი უყურებს გადაცემას ვიღაცა შეიძლება იგონოს რომ ბატონ თენგის მეუნებით რომ მოდი და ითამაშეო არა ბატონ თენგის არ მოუწოდებთ ნაკრებში თამაშისკენ ამას აქში ბატონ თენგიზის მსგავსი ფეხბურთელი ბატონ თენგიზის მსგავსი ფეხბურთელი ნურავინ ნუიფიქრებს რომ ჩვენ ბატონ თენგიზის კანკავას ამპლუიტაც პოზიციითაც და ემეთაც რა უკვე ან კანკავას აუკეთესო წლებში ან კანკავას ხო აი გახსოვს როგორ იყო წეგან რო თქვი 24 წლის დასაწყისი 23-ის ბოლო კანკავა გამოიცა აი წამყვანი ეს რა ქვია ელმავალი აკლია ხო და აი გახსოვს კანკავა იმასთან ლუქსემბურგთან შეხვედრაში კანკავა დააბრუნეს იქნებო ჩავარდნა გვაქო და აი რო გამოვიდა და ეგრევე ყვითელი რომ იყო არა შევიდა ლუქსემბურგთან ეგრევე ყვითელი შეცვლაზე შევიდა ხო მაგრამ აი იმდენად პრობლემური იყო ნახევარდაცვა რომ კანკავას უკვე დანებებული ქონდა ნაკრებში თამაშისთვის თავი და მაინც იმას აქნეს რა ქვია ერთი კიდე რაც შევატყე კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ხო ორივე ლოგიკურად ძირითადის ფეხბურთელებად მოიაზრებიან იდეაში და მოიაზრებიან რა არიან კიდეც მაგრამ ერთმანეთ როცა ორივენი არიან გაცილებით უკეთ თამაშობენ რა როცა ორივეა მოედანზე ვიდრე აი ერთი რო არის და მეორე არ არის მაგრად არიან შეთამაშებულები რა არა ნუ ახლა ხარისხიანი ფეხბურთელები არიან და ხო არა თან ორივე ისეთია აი ახლა კიტეიშვილი ცოტა უკნიდან და ჩაკვეთ ცოტა წინიდან და აი ავსებენ რა ერთმანეთს რაღაც იმეებით რა გვანან კიდეც და რაც აკლია იმას მეორე აკომ ორივე არის ასე ვთქვათ ერთი ტიპის ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ერთი მათგანი არ არის ის ჩამშლელი საყრდენი. ხო არა, მე აქ ჩამშლელი მოთამაშე და მით უმეტეს მაგ ორს თუ ათამაშებ ვიღაცა გჭირდება ისეთი, ხო? ხო, აი ესეთი დანარჩენი გჭირდება ის. ვიღაცა ჩადგმით ზურგი რა. ჩადგმით გჭირდება და ვიღაცები ჩამოტარებით. იცით რა, ეს ნიკა გაგნიძე თავისი იმით, ანუ ხასიათით, ასე ვთქვათ, სათამაშო მანერით და ყველაფრით გავს ქოჩორაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს ეს რაინცის ტრამვები რო ქონდა და ისა ჯერ მაინც ვერ არის ესეთი მობილური. კი, კარგია, რა ეპიზოდურად გადასარევია კიდეც, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს ჯერ კი, გეთანხმები. და იმ უკრაინაში ალბათ კიდევ გამოთვლი ამას. იმ ევროპის ჩემპიონატზე რა კარგად ითამაშა, ხო? მაგრამ ტრამვა მიიღო მალევე და ნუ ძალიან მომწონს ეგ ბიჭი და ეპიზოდურად არის, აი გინდა ბულგარეთთან რო გოლი გაიტანა, გინდა ეხლა რა კარგი საგალი პასი გაუკეთა იმას, რა ქვია, ჩვენს ჟორჟს, კაცო, იმას მიქაუტაძეს, ხო. ხო, ანუ მობილურობაში ჩამორჩება ქოჩურაშვილს, აი უკან იმაში და შეტევაში შეიძლება უკეთესიც კი არის რა. ბიჭო, მამარდაშვილს რა უყოთ, რა მოუხერხოთ. ეხლა წეგან მინდოდა რომ ლაპარაკობდით რაღაც პრაქტიკა გავლილ თუ პრაქტიკის არ მქონე თუ მქონე ფეხბურთელებზე, ვიფიქრე რომ იმას მეორე მეკარე რა გვარია კაცო ჩვენი. მეორე გუგეშაშვილი. ნაკრების ხო ჩვენი მეთქია, ბა ისა რა ქვია ვიფიქრე რომ იქნებ მეთქი ლიეტუასთან რაღაც მომენტში ჯობდა რომ მეორე ტაიმში მაინც ეთამაშა ხო იმიტომ რომ ამ ბიჭსაც ეხლა ესე არ არის რა მართლა რა მამარდაშვილს რაღაცა მიზეზით ვთქვათ რომ მოუწიოს თამაშის გაცდენა ეს გული ხო არ უნდა გაუსყიდოს უცებ რო ეტყვიან დადექი კარებშიო ხო რაღაცა პრაქტიკა ხო ჭირდება მაგრამ მეორე მხრივ მე მესმის რომ ახლა პარი სენ-ჟერმენთან ისეთი თამაშები ელის ლივერპულს და სავარაუდოდ თუ არ არის გამორიცხული რომ მამარდაშვილს მოუწევს იმ შეხვედრებში ლივერპულის კარის დაცვა რომ ესეც სწორი იყო რომ პრაქტიკა ანუ თვითონ გიოსთვის იყო სწორი რა კარგია რომ ორ შეხვედრაში ივარჯიშა რასაც არაკეთებდა მეებში არ ფიქრობ რომ ეს უთამაშებლობა ყველაზე მაგრად მამარდაშვილს ეთყობოდა იცი რა იმას ვიღაც შეუნებოდა ისრაელთან აი კაი ვალენსიას დროინდელი მამარდაშვილი იმ ორი ბურთიდან ერთს მაინც ავიღებდა მე ასე მგონია კი არა პირველს ვერ აიღებდა ახლა შანსი არ ქონდა ეგ რიკაშეტი უარესები აუღია ეგ დიდებული მეკარეა
დიდებული მეკარეს რო ყველაზე მაგრა ეთყობა უთამაშებლობა რა თქმა უნდა. არა, ეს მეკარეს პირველს ურტყავს მეკარეს და რა ვიცი, აბა ვკითხოთ, სლოტი დარჩება თუ დარჩება, შევეხვეწოთ. სლოტს ვკითხოთ თუ იმას ალისონს ვკითხოთ. ალისონს და რა ვიცი, სლოტიც არა, მე მგონია, რატომღაც მგონია, რომ ალისონესეს დამთავრდა, რა ქვია, ეპოქა. ალისონის ეპოქა ეხლა ერთს რო გამოტოვებს, სოფლიოს გამოტოვებს. ნუ ესეა ყოველ შემთხვევაში ნათქვამი და დიაგნოზე ამის მაჩვენებელია, რომ სოფლიოც უნდა ვერ უნდა აღიდგინოს ეს ფორმა. და აი მაგის მერე უკვე მე მგონი და ყობა ნახე რა ხდება ალისონმა კი არ გაახანგრძლივა ლივერპულმა გააქტიურა ის კონტრაქტის ის პუნქტი რომლის მიხედვითაც ალისონი რჩება არა შეიძლება იმიტომ გააქტიურა რომ გაყიდვა უნდა შეიძლება ყველაფერში მაგრამ ალისონი რომც წავიდეს დაუშვა თუ დარჩა და ლივერპულს თავისთვის უნდა ეს ალისონი, მაშინ გამოდის რომ ისევ ალისონი იქნება ძირითადი მეკარე, ხო? დაუშვათ წავიდეს ალისონი. სადმე სხვაგან არა აქვს მნიშვნელობა. ეს იმას არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მამარდაშვილს ამიერიდან კონკურენტი მოიყვანენ ვიღაცას ძალიან ძლიერ მეკარეს. იმიტომ რომ ლაპარაკია ლივერპულზე და გიორგი მამარდაშვილს მაინც მოუწევს ვიღაც ძალიან ძლიერ. არა, ეხა კონკურენტ თუ არ ეყოლება, თავისთვისაა ცუდი. არა, იმაში იყო ვალენსიაში ეგრე უკონკურენტოდ და თითო შეხვედრაში 40 ჯერ ურტყავდნენ და 39-ს იგერია. არა, უეჭველი მოიყვანენ. არა, მაგარ მეკარეს მეიყვანენ, რა თქმა უნდა, მაგარ მეკარეს. არა, იცი რა არის ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებშიც და სტატიებშიც ნახე რომ აი ალისონი წავა და მამარდა დადგება. არა, იცი რა არის ალისონი რომ წავა მამარდას მოუწევს ვიღაც ახალ ძალიან მაგარ მეკარესთან კონკურენციაში შესვლა. უბრალოდ ის პლუსი ექნება მამარდას რომ უფრო ის იქნება, შინაური იქნება რაღაც პერიოდი. და ეს თამაშები გადაწყვეტს ბევრ ამას რა. ეს თამაშები გადაწყვეტს საფულისთვის. აი ლიგაც და რა ვიცი თუ გასწრენ კიდე. PSG-ს თუ გასწრენ კიდე. ხო და ეს თამაში ანუ ლიგის თამაშები. ბევრ ამას გადაწყვეტს მამარდაშვილს მოიაზრებენ თუ არა მერე პირველ მეკარეთ ლივერპულში საფულში. ალისონის წასვლის შემთხვევაში. აი ეს თამაშები გადაწყვეტს და ეხა იქამდე ძნელია საუბარი. ძნელია და ჯერჯერობით არც ჩანს რომ იქ ალისონის დაიტოვეს რა ალისონი ერთი წლით კიდე. არა, შეიძლება ეგ ესეთი ესაა რა ქვია, ხრიკია ერთგვარი. კონტრაქტი გაუგრძელეს რომ გაყიდვა უნდათ. არაბები მაინც გადაიხდიან ფულს და არა, რატო გადაიხდიან ეხა არაბები მაინც თუ თავისუფალი ფეხბურთელი ნახეს და წაიყვანეს. ბიჟები არიან ეხა ყველა გადაიხდიან. რაღაცა არ შეგვეშალა. უფასო თუ გერგება ფულს არ გავიდე, ხა შელაპარაკობ კლუბის პოზიციიდან. აი იმ კლუბის უკან დგას ასეულობით კოპი დგას მთელი ის ტრიბუნა და ლივერპულელები დგანან მთელი მოსახლეობა და ის ცოტა სხვანაირი ქვეყანა ახლა ვიღაცა ვაჭარმა იმან რა ქვია პრეზიდენტმა ეს გაყიდა ის იყიდა. არა, ჩვეულებრივი ესაა გადადგამებას უფორმებს კონტრაქტს რა გაუგრძელა. გავიგე, მაგრამ როდესაც მთელი ლივერპული ისეთი დიდი საფეხბურთო კულტურის მქონე ქვეყანაში და ქალაქში, როგორც არის ინგლისი და ლივერპული, გთხოვს, რომ ეს კაცი უნდა იყოს ჩვენი მეკარე, იქ ძნელია, იცი მე ამას იმიტომ დავუძე, რომ გავყიდო 2 მილიონი მოვიგო, წავიგო, თლად ეგრე ქარვასლაზე არ მიგიშვებენ რა. არა, გასაგებია ილია შენ რასაც ლაპარაკობ, მაგრამ აღარა ხო ეს ალისონი რაც იყო. ხო, ნელ-ნელა არა. და აგერ სეზონში 2 თვე 3 თვე ესა უკმადა. ეგეთი რაღაცა ხდება ვალენსიაში. ნუ ახლა ის სამწუხაროდ 3 მილიონს აღარ იხდიან. არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ იქა ალისონი დაფრინავს და ესკმას, რა ქვია, სკამზე დასვას ან მოიშორო. მაგას არა უბრალოდ ხო, არა, მე რას ვამბობ, იცი, რომ გულშემატკივრის სურვილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს ინგლისში. აი ვალენსიაში ის ვიღაცა ლიმი აფერისტია კაცო და ის. ო, აი აქციები ტარდება ყოველ დღე ის თეთრი პირსახოცები ცალკე და აი ქუჩაში გამოსვლები, მაგრამ ვერაფერს ვერ უშვებიან ამ კაცს. 10 წელია არის, აბა ყოველივაში 3 მილიონს არის ხდის ფეხბურთელში 3 როდის იყო 2 თუ 3 წლის წინ ვიყავი მე ვალენსიაში და
არც ფეხბურთი იყო, არაფერი, ქუჩაში მივდივარ ღამე რა, სასტუმროსკენ მივდივარ და იმეებზე, ბოძებზე, ელექტროგანათების ბოძებზე, რაღაც ლამპიონებზე მიკრული lim go home და რაღაცები. ქალაქში არის პლაკატები, რომ წადი დაგვანებე კაცოთავი ვინა. არა, რაც ეგ მივიდა, ვალენსია გაქრა რა საერთოდ. რო არ ვარდება კიდე იმის დამსახურებაა, რომ ვალენსია და არ არის სიტყვაზე ალმერია. ძლიერი აკადემია ყავს და არ ვარდება რა. ვიღაცა გამოჩნდება ხოლმე. ხო, ესეთი ის არის, რა ქვია. ნახევარდაცვაში ახალგაზრდულიდან სხვა ვინ მოგვეწონა? ახალგაზრდულიდან მე სულ ფიქრში მაქვს, აი ეს სხვა დაგიანი რო იყო, ეხლა აღარაა, მაგრამ როცა იყო ამ სვანაძეს გუნდში. მცველი, ცენტრალური მცველი და ერთი პერიოდი ტრამვიანობდა. მაგრამ ეხლა არ ვიცი რა, ეს არის და აი მაგბეჭეს ეს ვარ, რა ქვია. ხომაგი არა, ამ ნაკრებიდან ვამბობ, აი ეხლა შესარჩევში ვინც არის. ეხლა ისეთ პრინციპში გელაშვილიც ისე თამამად შევიდა, არ იყო ცუდი რა. გელაშვილი კარგი. არა, გელაშვილი ხო. დიდი ხანი არ უთამაშია, მაგრამ რაც შევხედე, ისე კარგი იყო რა. მაგ ადგილზე შესვლა ზოგადად რთულია, იმიტომ რომ ცენტრალური მცველი გადის, ზუსტად ცენტრალური მცველი სამკაციანში და მაგ დროს ეხლა რო შედიხარ, ცოტა ის არის. მით უმეტეს როცა იგებს გუნდი და შესანარჩუნებელი გაქვს. და კარგად შევიდა, კი ივაკაი ბიჭია. არა, აი მაგიტოა კარგი რა, ეს ამხანაგური თამაშები რო უყურებდა აი ამ ფეხბურთელებს ეს გამოცდის და ნახვის საშუალება და აქამდე სულ მაგას ვამბობდი, რომ რატო არ იყენებს ამ ფეხბურთელებს, ვინც ყავს ამხანაგური თამაშების დროს, რატო უფრო მეც არა თამაშებს და არ უყურებს და ეხლა ნუ მივესალმებ მე, რომ აი ეს ფეხბურთელები ეს გამოიყვანა ათამაშა და შეხედა და როგორ გამოიყენებს ახლა ერთი მასაკურველი კარგია რომ რუმინეთთან თამაში დაემატა ნამდვილად ხო არა რუმინეთი არის აი ზუსტად ის მეტოქე კარგი მასალებელი იქნება რა გამომცდელი ხო რა არც ძალიან გრანდია და ხო აი საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის გუნდია და არც ისეთია რომ ესეთი ეს არის რა შეიძლება მეორე ამხანაგურიც ითამაშონ, ხო, რავი, ხო არის ფანჯარა. ხო, თითქოს არ ის კალენდარი რამდენადაც ვიცი იძლევა საშუალებას და თუ მოძებნიან. არა, მსოფლიოს წინ ხო არის ესა, რა ქვია. კიდე ერთი თამაშის საშუალება არის. აგი არგენტინა მავრიტანიასთან ითამაშა. 2-1 მოუგო სხვადასხვა. მეტი ვერ. რა ვიცი, მე მგონი რომ რაღაცა უნდა გამოვიდეს, ხო, იმ ძველ გზაზე დაადგება ნაკრები და ისიდან ვარსკვლავებს თუ ვერ მოუწყვეტს, ყოველ შემთხვევაში ჩავარდნა რო აღარ გქონდეს, ეს მაინც შეიძლება. ამისთვის გჭირდება ბევრი და კარგი ფეხბურთელი. ბევრი და კარგი ფეხბურთელი აუცილებლად გჭირდება და მე მაინც დავამატებ ჩემსას. მწვრთნელი გჭირდება ერთი კარგი ხარისხიანი. ხო, მწვრთნელი იცი როგორი თემა. ხო, ჩემი კრიტიკოსთა შორის, ანეოლის კრიტიკოსთა შორის ალბათ ერთ-ერთი პირველი ვარ, ხო? თუმცა აი ამ ამხანაგური თამაშების შემდეგ არაფრის თქმა არ შეიძლება და ძნელია რომ რაღაცა ესქნა, ხო? და პირიქით რომ ვამბობ რომ მივესალმები ეს ფეხბურთელები რო ათამაშა, მაგრამ ცოტა კიდე მეტად რო დაეტვირთა ახლებით ნაკრები ამ თამაშებისთვის უკეთესი იქნება. ნუ მინიმუმ ზოგადად ნუ მაინც ესეთი რამეა. აი ამ ორ ამხანაგურში ახლა რაღაც სტრატეგია ხო უნდა დაინახო, ხო? რომ რაღაცა აი ეს იცი რა სტრატეგია და რამე ტაქტიკური ჩანაფიქრი ხო აი ვარჯიშზე რასაც ამუშა 2005 თუ 4 წელი იყო ლიპის იტალია რო იყო ჩამოსული მემაში 3-1 მოიგეს ხო მე მგონი მაშინ მოგვიგეს კანკავა რო გააგდეს ხო მახსოვს წინა დღეს დინამოზე ვიყავი და რატომღაც აღმოჩნდა მეორე იარუსი ვარჯიში იყო იტალიის კი ბატონო და ვიჭექი და უყურებდი მეორე იარუსიდან და რაღაც კომბინაციას ამუშავდა და ლიპი რაღაცას ფურცაზე უხსნიდა ტოტის და მცველები იყვნენ არ მახსოვს მოკლედ რას ვამბობ რომ ერთი 10 ჯერ კარიდან წამოიღეს ბურთი კარში მე ბუჰონი იყო ვარჯიშზე გეუნდები თელ მოედანზე
ბუფონმა ამოიტანა ბურთი, ერთი პასი, ორი პასი, ტოტის მიცეს მერე, ტოტიმ სადღაც გადააგდო. შეყოფილღარ შეპარული ვარ. ხო, შეიძლება აღარ მახსოვს, უბრალოდ მახსოვს, რომ მეორე იარუსზე ვიჯექი და უყურებდი და ზუსტად აი ეს ადჯერ დამუშავებული რაღაცით მეორე დროს გაგვიტანეს გოლი. ზუსტად, აი მეტრებში იყო ყველაფერი დახაზული. მაგ შეპარვაზე გამახსენდა, ის ხო იცი, ბურევესნიკი რო იყო ხელბურთელების გუნდი. თამაში ჰქონდათ იმაში ლიტვაში რა, რომელიც აღარ მახსოვს გრანიტას, რა ერქვა ხელბურთის გუნდს, არც მახსოვს. ხო, გრანიტასი ერქვა. მეგონი და წინა დღეს ჩვენებს ჰქონდათ ამ ბურევესნიკს ჩაკეტილი ყვარჯიში და იმათ შეუპარებიათ ტაბლოში რაღაცა ის იყო თურმე პატარა სარკმელი და ვიღაცა ტიპი შეზურა და იქიდან ლიტველი უყურებს რომ აბა ქართველები რა ბურევესნიკი რა კომბინაციებს ამუშავებს. ამათ დაიწყეს მინიფეხბურთის თამაში. ჩვენება. ხო, ბურევესნიკის ფეხბურთი გაახურეს, ეს ფეხბურთის თამაში მაგარ ეშხში შევიდა ნაწვდიან ახით-იქით პასებს ჟილკობენ რაღაცა გოლი იყო, აუტი იყო ერთი მეორე. უყურე იმდა ნერვები მოეშალა გამოყოთავი და ქვენ ხوار მეკაიბებით გიჟი ხوار. კრემსაკეთ. ამ ხელა კაცი შემოვიპარე. ორნოსი ზუთია უყურება. აი გობა კაი რაღაც გაიხსენა იტალიაზე. ბოდიში დავამთავრე ფილო ერთი წანი და ზუსტად აი იქ ვარჯიზე რაც დაამუშავეს ზუსტად ეგეთი გოლი გაგვიტანეს მეორე დღეს. აი ხო გეუბნე ბურთი აი ცტომილება იყო სადღაც 1 მეტრი რა შეიძლება მარჯვნივ შეიძლება მარცხნივ და წამოვიდა და ზუსტად ტოტი იდგა იმაში ცენტრში მიიღო ბურთი პასი გააკეთა იმან საგოლედ ესკნა. აი ის ზუსტად ხო და აი ბოდიში თქვი კაცო. ხო რა დავამთავრებ რა. ეგეთ საქართველოს ნაკრებში არის პოზიციურად ბოლო გოლი როდის გასულ ჩვენებს გაეტანო. როგორ პოზიციურად? აი პოზიციურად რო ეს კომბინაციური. ხო, ბურთი გაათამაშეს, რაღაცა 15 პასი, 20 პასი გააკეთეს და ვიღაცა გავიდა იქ დასარტყმელ. 20 პასიან ფეხბურთი საქართველოს არ უთამაშია რამდენი წელია? 15-იანს გეუნები. ეხლა ხო აი 10-დან 9 გოლი გადის კონჩეტევაზე, ხო? კვარაცხელია გაიქცევა. ევროპის ჩემპიონატზე ეგარ ვითამაშე. ევროპის ჩემპიონატზე ეგ ვითამაშე და აქაც ეგრე არის. სადაც 15 პასიანი ფეხბურთი ჩვენ არ ვითამაშია რა ვიცი. ხო და ისრაელს რანაირი გოლი გაუტანა მეორე. ხო გვინდა პირველი. ინდივიდუალური. ეგა ყვარა გაიქცევა და ნუ იქ თუ რაღაც იზამს. ხო და ამ სანიოლის თემაზე და ზოგადად ამ კომბინაციურზე ერთი მეც გავიხსენებ, კაი რაღაცა გამახსენდა ტოპ მიოლერზე ოღონდ. აი რაც კობამ თქვა რომ ჩვენ გაგვიტანეს, ჩვენ გაუტანეთ ეგეთი შოტლანდიას. და მეორე დღეს ერთ-ერთმა ნაკრების წარმომადგენელმა მაჩვენა ეს დახაზული ვარჯიშები როგორ ქონდა. აგაშენა ღმერთმა. სირაძეს გააქვს მეორე გოლი და ზუსტად იქ არის ნაჩვენები, ესე იგი კვირკველია იწყებს, შემდეგ როგორ არის შერბენა რა, შერბენას აკეთებს კვირკველია და ყენი აძლევს პასს. აი სამკუთხედი არის დახაზული და კვირკველი აკეთებს ესე გამჭოლ გადაცემას, რასტრელს რო ეძახიან და სირაძე ამთავრებს რა და აი ესეთი კომბინაციური და კი სანიოლის იმაში ეგ შედარებით ნაკლებად არის და იცით რა სანიოლი მაშინაც კი როცა შედეგი ქონდა არავინ არ ამბობდა იმას რომ აი რაღაცა განსაკუთრებული ტაქტიკოსია სანიოლი არის უფრო იმ ტიპის მწვრთნელი რომელსაც კარგი ის აქვს რა ატმოსფერო ოქრეაშვილი ახალ ყავდა ხო ზუსტად თქვა ხო და აი ეგეთი რაღაცეები აქვს სანიოლს თორე ესეთი განსაკუთრებული ტაქტიკოსი ეგ არასოდეს არც ყოფილა ეხლა რაღაც და უბრალოდ იმ დროს უფრო მეტი იყო გუნდური თამაში აი 2-3 წლის წინ და წელიწად ნახევრის წინ ვიდრე ეხლა კი მაგაში გეთახმებით ორი აზრი არ არის და ავიცი ხა მეც ცოტა იმაზრზე ვარ რომ დასალაპარაკებელი მინიმუმ არის მე გადმოხვედი შენს ისე არა გადმოვედი რა არა დასალაპარაკებელია მე არ ვამბობ რომ არიქა და ისა მაგრამ დასალაპარაკებელი რაზე უნდა დაელაპარაკო რა აქვს ამ კაცს მონახაზი მე ხო არა ვარ ის ფედერაციის ანუ პროექტი რა არის რა პროექტი აქვს რა საპირებს აი ესოთ აი ესე პირდაპირ ადგე და გაუშვა ესეთი რაღაც ნახე ყობა რა არის ყველაფერი გამოდის იმიდან თუ რა პროექტი აქვს
ფეხბურთის ფედერაცია. ხო და მაგას ეხლა რაღაც გავაგდოთ სანიოლი მოვიყვანოთ ესე კაპელო, იქნებ კაპელო სნაირის ვარდი. რაღაც უნდა ჩანდეს რა ამ თამაში, ხო? ხო და მაგით არ დავიწყეთ ახლა ლაპარაკი რომ რა დავინახეთ და ვერაფერი ვერ დავინახეთ. ახალი ფეხბურთელების გარდა. ხო, არა, მივხვდი რასაც ამბობ. არის ასეთი საკითხი, ნახე, რაღაც მომენტში სანიოლი კი არა ნებისმიერი მწვრთნელი, თუნდაც გენიალური თავის თავს ამოწურავს ხოლმე გუნდში, ხო? ბატონო. აი სალუქვაძემ რაც ილაპარაკა ზუსტად მანამდეც, აი ერგივეს ვამბობ. ლევანმა? ხო, ლევანმა, რომ აი არ არის რა ეხლა ის მაინც და მაინც დოგმა რომ მე ადრე მომწონდა როცა კარგად მუშაობდა და შედეგი ჰქონდა და გუნდს ეთყობოდა მაგის ხელი. არა, კაცო, რას ისულელია? მაშინ მომწონდა და რატო უნდა მეთქვა რომ წასული. ნოდარ ახალკაცმა ამოწევრა რაღაც მომენტში თავისი თავი თბილისის დინამოში და დღემდე ვიძახით რომ ეს იყო უდიდესი ფიგურა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იმ კაცს რაღაც მომენტში გაუჭირდა, ხო, აღარ ქონდა შედეგი, გარემოებათა გამო. ისევე არის, არიგოს საკი გადააწყო მთელი იტალიური მაგ ლოგიკით ეხლა არიგოსაკი ისევ მილანის მწვრთნელი უნდა იყოს, არც არ უნდა გაეშვათ ადრე მაგარი იყო და არა, რისით მინდა იცი? აქ არ არის იმაზე რომ ვიღაცას ვიცავთ, ვიღაცას არ ვიცავთ, აჩემებული გვაქვს ან არა გვაქვს რა. ამაზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ახალი ცოცხი კარგად გვისონა თქვამია, არის ეს თავის ამოწურვის ისა, ეს ყველაფერი და არის კიდე ისე ვიმეორებ მთავარი საკითხი, რა არის პროექტში, რა არის გეგმაში, რამდენ წლიანი გეგმა არსებობს, ამაზე თუ არის ნამუშევარი, რა ტიპის გვინდა ახალი მწვრთნელი, რამდენად აკმაყოფილებს სანიოლი იმ მოთხოვნებს, რომლებიც ამ პროექტის მიხედვით არის და ასე შემდეგ. კონტრაქტები რო გააგრძელოს და აილაპარაკებდნენ მაგას, ხო? იქნება იქ. ეს არის მუშა პროცესი, რა ზოგადად მწვრთნელი როცა მწვრთნელი ყოველთვის უნდა იყოს წნეხში ჩემი აზრით რა რაღაც გარკვეულ წილად, მაგრამ არც ის უნდა ეძახო რომ არიქა წადი არიქა არც მასე არ შეიძლება ჩასაფრებაცავით, მაგრამ არანაირად არ შეიძლება, ეხლა შედეგი თუ არ გაქვს არ უნდა მოთხოვოთ. ეხლა ვერ ეთქვი. არა, ეხლა ვინ ამბობს, კაცო? ერეკეთ ეხლა რანაირად ენა როგორ მომემბრუნდება ამ ხანაგური თამაშის მერე ვთქვა რომ ეს სულ არ გამოვრიცხავ რომ შენს ჯარომობ ზოგადად სანიოლმა ამოწურა ვთქვა თავისი. არა, ეხლა ბრო იმას იზამს, ჩააფლავებს ერთ შესარჩევს, მეორეს ჩააფლავებს, ხარისხს ვერ ნახა, უნდა მოთხოვო კი არა, უნდა გააგდო. ეგ საერთოდ ცხოვრების ლოგიკაა, ხო? ფეხბურთის გუნდზე არ არის რა, ნებისმიერ ვარიანტში რაღაც კოლექტივი რო არსებობს და აი ხა ჩვენ სამს რომ მიყვავს ეს გადაცემა, ხო? მიყვავს, მე რაღაც მომენტში შეიძლება აღარ გამოვიდეს ერთხელ საინტერესო, მეორეჯერ საინტერესო და ეს იყოს თქვა ჩემ გამო და თქვენ თქვა რომ შენს მაგივრად სხვა მოვიდეს ჯობი. აი ეგ პროცესია რა, ცოცხალი პროცესია ეს. მეორე მხრივ არის ერთი კიდე მომენტი რა, ეს ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ აი კვარაცხელიაზე მაგრად არის დამოკიდებული ნაკრები. აი რომელი ჩვენის თანანაკრები არ იქნებოდა კვარაცხელიაზე დამოკიდებული? არა, ლოგიკაა. ვინ არ იქნებოდა? აი ჩვენი დონის ნაკრები, აი დაახლოებით რო ვთქვა, რა სლოვენია სიტყვაზე ან რაღაც ესეთი. აი ისიც იქნებოდა ესეთი. იცი, რა მაინტერესებს? ზახოვიჩი მაგათი არის, ხო? ახლა ზახოვიჩმა გაიყვანა, ხო? ზლატკოს კარგით რა ხალხო, ხვიჩა კვარაცხელი ძალიან დიდი ფეხბურთელია რა ზახოვიჩი. არა, მაკედონია იმ პანდევმა არ გაიყვანა? ხო რა, ვინ გაიყვანა? და იმ პანდევს ეს კვარაცხელია კიდობდა კაცო. რა შედარება. როგორ მაინტერესებს რომ აი ღმერთმა არ ქნას და ხო იქნება ის დღე, ის თამაში კვარა რო არ გვეყოლება. და ვინმე აი კოჩო რა არ გვეყოლება რაღაცა და აი მაშინ რა იქნება? გაგვიჭირდება რა. ხო იყო ლუქსემბურგთან, მაგრამ ლუქსემბურგი არა, ლუქსემბურგის ამეცლესენი იყო. იგივე მწვრთნელის ცვლილება თუ დადგება დღის წესრიგში, ეს უნდა მოხდეს 3 წელიწად, მაშინ კვარა არ იყო კვარა ლუქსემბურგთან. არ იყო კვარა ლუქსემბურგთან. არა, კვარა არ იყო. 2 წლის წინ იყო. ვაფშე არ იყო კვარა. თამაშით არ იყო ფიზიკურად არ გეუნები, კაც სახელით გეუნები, რომ კვარა პელი არ იყო მაშინ. ეხლა პელია რა.
მაგას რომელს ამბობ შენ 2-0 და მე საბერძნო არა როგორ არის იყო ნაპოლიში უკვე სასწაული სეზონი ქონდა სასწაული სეზონი ქონდა ხომ არა ხო ნუ კობასიც მესმის რასაც ამბობს ეხლა უფრო ეხლა 90 მილიონი ღირს და მაშინ არ გიგდა მაშინ 70 მაშინ 70 ლუქსემბურგთან კი არა იმას გეუბნები კოვიდის ის რო შენ მაკედონიას მიუხვდი რომ მაგას ამბობდი და მე არა ხო მაგას მაშინ იყო იმაში რუბინში იყო თუ სადღაც იყო ხო თუ ბათუმში იყო ხო რუბინში იმას ვამბობ კოვიდის ხო ყველა ვარიანტში ას დავამთავრებ რომ თუ მწვრთნელის ცვლილებაზე დადგება დღის წესრიგში თუ დადგება ეს მწვრთნელის შეცვლა ეს უნდა მოხდეს არა სპონტანურად არა ემოციურად არამედ გამომდინარე პროექტიდან რომელიც იმედი მაქვს რომ არსებობს და გამომდინარე ასე ვთქვათ იმ გეგმიდან რომელიც ალბათ აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. კარგი ბატონებო. მე მგონი მართლა საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მაყურებელი კმაყოფილი დარჩება იმედია. და რა ვიცი, მომავალ ხუთშაბათთან დავამშვიდობთ. იქამდე იმედია კიდევ კარგ ამებს გავიგებთ ქართული ფეხბურთის შესახებ. და არა მარტო ფეხბურთი. ლივერპული და პარი სენ-ჟერმენი ორივე ერთად გავა იმ ორივე ერთად გავა იქ. ის მინდოდა ერთი გახსენებას ორი. ეხლა ამ ბოლო დროს არის ეს ფედერაცია ამბობს რომ 100 თამაში მოვიგეთო, მე ასე იყო ლიეტუვაში მოგებაო, სტატისტიკოსები ამბობენ რომ 99 იყო და მე ვამბობ რომ ქოთანს ყურსაიდანაც მოაბამ ის გამოვამეთქი. ანუ ოფიციალურად ხო არის სტატისტიკურად საბერძნეთთან არ ითვლება ხო? ფრეი იყო. 90 წუთი ფრეი იყო. ამ დროს მეორე მხრივ შეხედა გახვედი იქ და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშე ხო? მოიგე ანუ ჯამში. ხო და თქვენი აზრით როგორ არის იცი განსაზღვრება რომ ვინც მოიგონა განსაზღვრება არის 90 წუთი. ნუ მაშინ ფრეყოფილა და მე ასეც მაშინ 99 ალბათ იმიტომ რომ საბერძნეთთან 90 წუთი ბავშვობიდან მოყოლებული ეგ ბუკლეტები და ისინი რაც ქონდა ყველა ცხრილში სადაც ეწერა თავიდან მიკვირდა ხოლმე მეთქი რატო აწერია მაგრამ ნუ ესია დაწესებული რომ პენალტები არის ითვლება 90 წუთი მაშინ ეს დუდუც არ მიეწერება იქ ხო და პენალტებით მიეწერება და იწერა და პირდაპირ საბოლოო ანგარიში. ხო, ეს მოვიგებთ რუმინი. რა მეც ასე ვიცი რომ არა, უბრალოდ ყოველთვის ითვლებოდა 90 ძალიან ის არის ამბავია რომ ესეთი რა ქვია მიასეა 90 წუთში არ მოგვიგია. იქეთ ფედერაცია ეგრეთ წლის და არა მარტო ფედერაცია. და მე როგორც მახსოვს, აი საბჭოთა კავშირი ბელგია და ესეთ თამაშები მაგას თვლიდნენ. დამატებით იდრო. ხო, არა, პენალტები არასდროს არ ითვლებოდა, ახლა ისე ითვლება ეს. კარგი ბატონებო. იმედია 100 გამარჯვება 200 და 300-იც მოვეწრებით. კი ბატონო.